სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები, ახალი ეპიზოდით გიბრუნდება, მე მიშა ვარ, სალამი ბატონო გიორგი. ბატონო მიხეილ, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი თემა არის თვის სიახლეები და ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს მიხეილ, მე მგონი და დავუწყოთ, ესე იგი, რაც ასე ვთქვათ, ამ სფეროში ვტრიალებთ, ყოველ შემთხვევაში საქართველოში სულ თან დასდევს ერთი შეკითხვა დანებს. სტილეტოები გააქვთ და სტილეტოები უკვე გვაქვს ეხა. რა ხდება სტილეტოები, ანუ რა ვიცი, ალბათ შეიძლება ცალკე გადაცემა ჩაიწეროს ამის ისტორიაზე, რომ დღეს რაც წარმოგვიდგენია სტილეტოთ, დასაკეცი სტილეტო, ნუ იდეაში მისი წინაპარი სულაც არ იყო დასაკეცი და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ. დღეს ვსაუბრობთ სტილეტოებში ყველაზე დიდი როლი, რომელმა კომპანიამაც ითამაშა სტილეტოების მთელი მსოფლიოსთვის გაცნობაში. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ლატამა. ლატამა არის აბრევიატურა ლათინო-ამერიკული ექსპორტ-იმპორტის კომპანია. არის. მოყვეთ? კი, მნიშვნელობაზე რო ვსაუბრობთ, ახლა დავფიქრეთ და ასე დანადულებს ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება ფილმშიც არ ყოფილიყო რა, ამხელა როლი რო არ შეეტანა. არა, მთელი ამ მაგაზე იტვალა იმ კაცმა. ანუ რომ წავიკითხე თლათ ეგრეც არ ყოფილა, ყველა თავისით არ მომხდარა ამ ფილმებში. თავისითაც არ მომხდარა, ხო? ნაჩალიჩერი და ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელსაც ჰქონდა მარკეტინგი, პლაკატებს რო სპეციალურად ბეჭდავდნენ, დაქირავებული ყავდა სუპერვაიზერები, გაყიდვების აგენტები და მთელი ამბები რა. მოკლედ მაგაცი დამსახურებაცა ალბათ რომ დღეს აქ სტილეტოებს კითხულობენ. კი. საერთოდ სენტიმენტებია და რაღაცები ის ფილმიდან, ბავშვობიდან და მაგიდან გამომდინარე. აშკარად საინტერესო პერსონაჟია, ვიდრე ახლა უნდა ვისაუბროთ. ჯეკ პოლიანოვსკი, იგივე იაკუბ პოლიანოვსკი, ეს არის ადამიანი, რომელიც დაიბადა მეფის რუსეთში, ოდესაში კონკრეტულად. იქაურობას გაექცა, წავიდა იტალიაში, მერე იტალიაში მივიდნენ ნაცისტები, იქიდან გაიქცა, წავიდა ამერიკაში და ამ სირბილში მოკლედ ბევრი რაღაცა გააკეთა რა. დანებთან მისი კავშირი, ხო, რაც თავარია, არასდროს მას დანა არ უწარმოებია, არაფერი არ დაუხაზია, არაფერი არც დროშა არ დაუკიდია, მაგრამ ეს ადამიანი ვაჭრობდა აბრეშუმით, ანუ აბრეშუმით დაიწყო ასე ვთქვათ მისი ბიზნესი და უკვე ესე რაღაც 2 კაპიკი ნაშოვნი აქვს რა, წელში გამართული კაცი არის და მილანში ჩავიდა აბრეშუმის გამოფენაზე. ხო და იქ რაღაცა აბრეშუმი არ მოეწონა თუ უკმაყოფილო იყო რა და აბრეშუმის მაგივრად აღმოაჩინა რომ მაგ დროს ინგლისური დასაკეცი პარატრუპერის ტიპის დანა არის, უკნიდან იღება რა, იდეაში ფოტოზე გამოჩნდება ეს დანა, აღმოაჩინა ეს დანა. ხა ისეთი ტვინი ქონდა რა, იყიდა, გაყიდა უცბად და აიღო ეს დანები და წაიღო პერუში. ანუ ხო რა ჯერ სტილეტოსთან არა ვართ რა კავშირში. პერუში ეს უცბად რო გაყიდა დანაო კარგი რამე ყოფილაო და აბა ეხლა წავალო იმ ქალაქშიო იტალიაში სადაცო დანებიო არისო და ნუ მანიაგოში ჩადის მანიაგოში ანუ უკვე ეს მათი კოტეჯური პრინციპი რას ნიშნავს როდესაც მანიაგოში დღემდე ესე მუშაობენ ანუ ერთ კონკრეტულ დანას არ აწარმოებს ერთი დეტალები არის და მერე ზბორკა ხდება სხვადასხვა ასე ვთქვათ სიტუაციაში. პირველი კომპანია, რომელთანაც მან დაიწყო თანამშრომლობა, სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა, მაგრამ ეგეც ამონათდება, ეს არის ის კომპანია, რომლის მფლობელიც იყო ბატონი მარქსი, ეს არის გერმანელი მეწარმე, რომელმაც 1902-ში თუ 1903-ში პირველად ჩავიდა მანიაგოში და ნუ დაინახა, რომ იქ იყო რაღაცა რესურსი, ეს ამ დროს უკვე ზოლინგენში ქარხნებს ფლობს და ნუ ააწყო იქ ასე ვთქვათ ის მანიაგო, რაც იდეაში დღეს არის რა, თორე მანამ მართლა ძალიან პირველყოფილ პირობებში მუშაობდნენ რა და პოლიანოვსკი მოკლედ ამ კაცის კომპანიასთან დაიწყო იქ ურთიერთობა, მაგრამ მიხვდა რომ ადგილზე ჭირდებოდა სანდო ხალხი, გაიცნო ესეთი პატრიციო პასკუალე, რომელიც თან ოსტატიც იყო და ძალიან ნიჭიერი და ეს კაცი დანიშნა სუპერვაიზერად და ყავდა კიდე აბრამ აბრამოვიჩი, რომელიც იყო ჩვენ ენაზე რო ვთქვათ ექსპორტის მენეჯერი რა. ანუ იქ იყო ძალიან ბევრი ხარვეზები, აი სტილეტოს მწარმოებლები პრინციპში არც მალავენ რა, რომ აი ამის გამო რომ ყველა ნაწილი სხვაგან იწყობა. იდეალური მასიური სტილეტო ნუ არ არსებობს. ამას ქონდა პრეტენზია რომ ყველაზე კარგი უნდა ვიყო და ნუ ყველაზე კარგი ახლა სამწუხაროდ არ მაქვს მე ვთქვათ სხვა ბრენდის სტილეტო, მაგრამ ინტერნეტში ძალიან ბევრი ფოტო არის, მარტივად გვერდი გვერდზე დებს, მაგალითად ლატამა და დავუშვათ ბელტრამი, ანუ აქ რაზე, ანუ ვიზუალურ განსხვავებაზეა რა, ეს არის ორჯერ უფრო სქელი.
არ უფრო მოხეული და 5 მმ-ს მარტო ესაკეთებს, ხო? ებატონო და ნუ აი რაღაცა ისეთია რა, ზამბარაც მისი ორჯერ უფრო გამძლეარი და ტანკივით იყო რა. გავცნომეც. ახსენე? შენი არის ორივე ფიქლოკი არის. ჩემი ძვირიანია. ხარისხზე რო ისაუბრენ, ჩავერთო? კი, აუცილებლად. ხარისხზე თუ ვისაუბრებთ, ჩემი აზრით ალბათ უნდა იცოდეს ყველამ, რომ ანუ ისეთი ხარისხი არის, როგორც მიჩვეულები არიან, თქვათ, სხვა დანებზე. ალბათ ამასაც აქვს ჩემი აზრით თავისი ახსნა. ნუ არ განვითარდა ეს დანა ისე, რომ თანამედროვე დანებს, თქვათ, რაღაცნაირად ხარისხში გაუწიოს კონკურენცია. ჩემი აზრით, ახლა აი ეს რო ისე იყოს CNC-ებზე აწყობილი სიტყვაზე რომ წარმოვიდგინოთ და ისე ტექნოლოგიური რო იყოს. ალბათ ის ხასიათი და ის არ იქნებოდა რაც გვიყვარს ამ დანაში, რაც გვაგონებს რაღაცა იმ ფილმებსაც, წარსულსაც, იმასაც, რომ თქვათ ეს დანა იყო და გვაკავშირებს მოგონებები და ამ შემთხვევაში ალბათ მარკეტინგიც უნდა ეგრე გადაწყვეტეს თვითონ რომ მოდი თუ ვერ ვანვითარებთ ამ დანას ისე რომ თქვათ რაღაცა, მომავალში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ დღესდღეობით ჩემი თესი აქვს სპეციალურად გადაწყვეტილი, რომ ზუსტად იგივენად ადრე როგორც აწყობდნენ, ზუსტად იგივე მეთოდებით ეს მოხუცი ხალხი უბრალოდ სახელოსნოებში ჩაკუჩებით ხედან და მე მგონი რომ არ შეცვლიან მაგას, იმიტომ რომ ეგ მოდელი, როგორც ბიზნეს მოდელი მუშაობს და კი, არიან ინდივიდუალური ოსტატები, რომლებიც მართლა მაგრად აკეთებენ, მაგრამ ის აკეთებს თქვათ 10 წელს. კი ბატონო, კი. ანუ ისტორიას ყიდულობთ რა და ყიდულობთ იმას ადრე როგორიც იყო დანა, არა ის რომ თქვათ სხვა დანებს შეადაროთ და რაღაცა მე გული აგისრულეთ რომ ამ დანას პატარა ლუფტი აქვს, ან რაღაცა პატარა სხვანაირად არ არის დამუშავებული. ესა ამ დანის ხიბლი და ესა ამ დანის შინაარსი, რომ იდეოლოგიაც ახლა ამ ბრენდის რომ ადრე როგორც აკეთებენ, ზუსტად იგივენად აკეთებენ ამ დანებს. ძველ მოდურად ისევის ხანში შესული ხალხი. მოკლედ, ეხა ეს ისევ პოლიანოვსკის რომ მეუბრუნდე, ანუ რა სიტუაცია არის რა, ანუ ჯერ არ არის ამერიკაში დაწყებული ეს ექსპორტის ესეთი დიდი მასშტაბები რა, მაგრამ უკვე არის რომ ანუ მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, უკვე არის რა პოპულარული ჯარისკაცებს მიაქვთ აქითური, იქითური და პირველი ანუ რეალური ექსპორტი, რასაც ქვია, ანუ ეს იყო 52 წელი თუ არ მეშლება, თუ 51, რომ ლატამამ ანუ იქ ოფისები გააკეთა ამერიკაში და ანუ დაიწყო მასიური წაღება რა ამ დანების. იქ ანუ აბსოლუტური სიახლე იყო ეს მარკეტინგული სტრატეგიები, რასაც ისინი აკეთებდნენ, ანუ სლოგანები ჰქონდათ, რაღაც მოფიქრებული, პოსტერები იყო, რო ქუჩებში იყო გაკრული, ანუ აი ბენჩმეიდი დღეს რასაც აკეთებს, მაგალითად, რომ ბრენდ ამბასადორები მაგი არის, აი ლატამას მაშინ ჰქონდა რა, ჯერ კიდე რომ იქ ცნობილი მსახიობები, მომღერლები, ვიღაცა მაფიოზები და ასე შემდეგ და ნუ აი ბუმი ატეხეს რაღაც სასწაული რა. როარ ყოფილიყო ეგ კაცი, ალბათ ლატამ ისა სტილეტო ძალიან ცუდასვე შეიძლება ყოფილიყო ცნობილი და დღესდღეობით სხვანაირი ყოფილიყო ეს. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, ანუ ძალიან ასევე დიდი გავლენა ჰქონდა ბელტრამების ოჯახსაც, კამპოლინსაც, მაგრამ ნუ ეს სხვა გაქანების ადამიანი იყო რა, ანუ ეს არ იყო ოსტატი და არ იყო მედანე. ანუ ლატამას კატალოგში, აი წარმოიდგინო, ორი კატალოგი ჰქონდათ რა. ჯამში იყო 100 ფურცელზე მეტი. დანა იყო 2 ფურცელზე მარტო. წარმოიდგინე, რამდენ რაღაცას ყიდი და ტიპი. ეხლა რა სიახლეები შემოიტანა? ანუ მიუხედავად იმისა, რომ სტილეტოში იდეაში ვითომ რა უნდა გაეკეთებინა სიახლე, მას ჰქონდა მაინც სიახლე, მაგალითად, კრისის ფორმის პირი მან დააყენა პირველად სტილეტოზე. მასალებიც, ასევე ეხლა დღეს აღარ გამოდის, მაგრამ აი 4 კუთხედი გახსნის კნოპკა იყო. მათი ძალიან ისეთი ხო რა, ანუ ეს კნოპკები სხვადასხვა ზომის იყო და ყველაზე ძვირფასი დღესაც კოლექციონერები ნადირობენ, ეს არის პისტოლეტი დანები მათი, ანუ ავტომატური პატარა პისტოლეტის ფორმის წკაპტა პატარა დანა რო იყო. ანუ ნანახი მაქვს რო ვიძებდი მე შემოხდა. მოკლედ ანუ ძალიან ნოვატორი ადამიანი იყო, სულით და ხორცით ბიზნესმენი იყო, ყველა შესაძლებლობას ეძებდა. ის თქვით რომ ნორმალური ფოლადები შემოიტანა და მანამდე ჩვეულებრივი აი მან ცოტა მეუბრუნდეთ, იმიტომ რომ მან მთლიანობაში აი ორი სიტყვა სტილეტოზეც ვთქვათ მაშინ, რომ კლასიკური გაგებით, სტილეტო არ არის დანა ინსტრუმენტი. კი ბატონო. ხო, შესაბამისად, ანუ იტალიელებს, ანუ უნდა ვიცოდეთ, რომ აქვთ უამრავი სხვა ეთნიკური დანა, რომელიც როგორც ინსტრუმენტი არის ბევრად გამართული, ანუ ისინი მიწადმოქმედი ხალხი იყვნენ, წყემსები იყვნენ და ეს არ ჭირდებოდათ რა, იგივე პატადა, იგივე რესტოლზა, ანუ უფრო ისეთი პირის ფორმები ჰქონდა და გეომეტრია, რომელსაც გამოიყენებდი ყოფა ცხოვრებაში. ფუნქციურად. ეს სტილეტოს წინა მორბედი იყო ჩვენებურად, რო ვთქვათ, ხანჯალი.
კი ბატონო. ანუ შესაბამისად ის იყო გინა თავდაცვა და არ ვქი, მაგრამ მე უფრო თავდასხმას დავარქმევდი, იმის წინ კიდე მიზერიკორდია იყო და მოკლედ აკრძალეს ის დანა და როგორც ხდება ხოლმე რა, მე დასაკეთsi შექმნეს რა და ფურცელი გამოგვიჭი ერთი რა. ბატონო. ფუნქციურობაზე ჩავერთვები, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ მომხმარებელს მოგხსოვნა რომ სტილეტო მოგვთ არ აჭრის ცოტა. მეგობრებო, სტილეტოები არ ჭრის, არ არის ბასრები, აი ეს ახლები არის და ის სამი უწადოთ. რაღაც ანტირეკლამას ხარ გავუკეთე. არა, იმიტომ რომ არის მაგით თქვათ მე ცდილობენ რა თანამედროვე კომპანიები რომ შეუცვალონ რა ცოტა რა. აი ამან ხუთ რა უნდა გაჭრას რა. დაჟე ჩხულეტაც არ გამოდის აგი რა. ვერ იმაში. საჩხულესის დიჩხულდ მაგრამ. ნუ მოკლედ მეგობრებო, იცოდეთ რომ სტილეტოს თუ ყიდულობთ, მჭრელი არ არის. იქ რაღაცა ფურცლის გაჭრას და რაღაცის გაჭრაზე არ უნდა გქონდეთ რაღაც პრეტენზია, იმიტომ რომ სხვა დანიშნულებით არის დანა შექმნილი. სულ მაგას ვიძახი რომ დანები მუშაობს დანიშნულების მიხედვით და შესაბამისად უნდა შეარჩინოთ დანიშნულებისავე. მაგრამ ნუ ეს არის მართლა სუპერ ესეთი რა, ისტორიული საკოლექციო ეფექტური ნივთია რა, ეგ ვიღაცა ჯო ბონანოს რო ქონდა ეხლა რა, წარმოიდგინე რა, ეგეთი ფილმებზე რო ხარ გაზრდილი, ნუ ასწორებს რა, მოკლედ. მიუბრუნდეთ აი ბატონ მარკს და აი რო ჩავიდა რა 1902-ში თუ 3-ში მანიაგოში და ნახა რომ დანებს აკეთებენ, მაგრამ არა აქვთ რა მასალა, ნედლეული არა აქვთ რა, ანუ რეალურად უბრალოდ არა, დანადგარები არ ქონდა და ამან დანადგარები ჩაუტარა და მერე დადგა უკვე მასალის პრობლემა. აი ამ ეს უკვე პოლიანოვსკი არის რა, რომელიც პირველად ამყარებს კომუნიკაციას ავსტრიულ ბიოლერთან და წესიერი ფოლადი, რასაც ქვია, ნუ მანამ იყო არ იყო რა იტალიაში. რესორები. ხო, პაჩებნიკი, გემის რაღაცა ნაწილი. ანუ მართლა ეგრე იყო რა, იქ იბარებდნენ ამას, მერე მიადნობდნენ, მოადნობდნენ და ხო და იქ გაიარეს ეგ პერიოდი. და მიხვდნენ რომ ბიოლერი ჯობია. ბიოლერი ჯობია. ჯობია, ბიოლერი ფული გადავიხადოთ ბიოლერთან, ჯობია, ვიდრე ეს პაჩებნიკები ვადნოთო და დღემდე ალბათ მაშინაც იქნებოდა პრობლემა, იმიტომ რომ ეხლა იდეაში იტალიელობას გვართმევენ, ვითხოვდნენ, ხო ეს კეკოსა, დაგებოდა ვიღაცა. სერიოზული პრობლემები ექნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ნელა გადავიდნენ. ნელა გადავიდნენ. ეხლა ლატამა დღეს არის არ არის ეს ბიუჯეტური სეგმენტი ნამდვილად. დღეს მდგომარეობით ის ადამიანები, ანუ ცოცხლები არ არიან, ვინც შექმნეს, მაგრამ ეს ბრენდი არის და ამ ბრენდის ლოგო აი რაღაცნაირი აი ძალიან გოთვერანი კატაა რა, განაპროსტა კატა, აი რაღაცნაირი კატაა რა და ნუ გულწრფელად ვიძახი რომ მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ სტილეტოს დიდი მოყვარული, აი ერთ ორ ლატამას ვიქონიებდი სუნცივეს. და ძალიან მიხარია რომ გვაქვს ასორტიმენტში შეიძლება გავაგზავნოთ და თუ ნახეთ რომ ხალხს მოწონს სხვა სტილეტოებიც დავამატოთ, მაგრამ ნუ ლატამა იყო ის ბრენდი, რომელიც ავი რომ გავიგე რომ გვექნებოდა, ძალიან გამიხარდა რა. გაიხარა. ჩვენ უფრო სტაობასაც უნდა ახსოვდეს ეს ბრენდი. ჩამკეტ მექანიზმებზე ვთქვათ მიხეილ და კი ბატონო. ჩამკეტი მექანიზმები ერთი არის პიკლოკი, მეორე არის კლასიკი. ანუ სულ თავიდან მოკლედ დანები რო იქნებოდა, აი ეხლა დღესდღეობით ვიცით ხოლმე რომ ბოლსტერიდან არის, ბოლსტერიდან ხდება დანის ჩამკეტის გათავისუფლება, მაგრამ თავიდან იყო რომ აი ეს პირდაპირ ხელით უნდა ჩამოკაჩოთ აი ეს ჩამკეტი და მე ხდება დაკეტვა. აი ესე იკეტება. და მე ცოტათი გააუმჯობესეს და მიხეილ შენ გაქვს. ეგ არის? კი ბატონო. ნუ ამას მე დაამატეს კიდე ის ლევერლოკები და რაღაცეები, უბრალოდ ეგ უკვე თანამედროვე ამათ არა აქვს, ლატამებს არ ქონია რა ეგეთი რა. აი წინ გადმოსაწევიდან რომ უნდა დააჭირო და ასე შემდეგ. იდეში 4 ჩამკეტი მექანიზმი იყო. არა ნუ აგინა ბათქაბუტკაბა ერთდროულად გავხსნათ. ერთდროულად იყო რა გინდა. აიცანე. ერთი ეგ რანაირი ერთი იყო, ეგ რანაირი თული ეგ. კარგი, აბა შენ დაითვალე. სამამდე. ერთი და ორზე დავაწყე. ორზე? ორზე დავა. რას დვა? აიცადე. მიდი შენი თული. 1 2 აჰა, არის. აუხსენით, რაღაცა გამოვიდა. გავერთეთ. მოკლედ, არის სტილეტო გაქვს. ახლა 30 ნომერში შეგიძლიათ მოგბრძანდეთ, ლატამა შეაფასოთ, ხელში დაიჭიროთ და თუ მოგეწონებათ შეიძინოთ. გავაგზავნეთ სიახლეები. ჩემი აზრით ძალიან კაი დანამატი არის. არა, ძალიან მაგარი დანამატია.
შეცვალა და რაღაც შეალამაზა. და მე მგონი რაღაცა ბიძგივით არის, რომ რაღაცა სხვა ისტორიულ რაღაცებიც რომ ამ მსგავსი არ არის არაფერი რა და მართლა საინტერესო არის. ნუ აქაც ზომები კლასიკურად არის, რაღაც 23-იანი, 28-იანი, 33-იანი, ნუ მაგებს ადგილზე ნახავთ. კაი, გადავდეთ ლატამა. მოდი აი, გადავწიოთ. გადავწიოთ და სანამ განსაკუთრებულ სიახლეებზე გადავალთ. მიდე? მინდა იდეაში ეს მოდელი ნამდვილად არ არის სიახლე, მაგრამ აი ეს შეფერილობა და ასევე მე არ მქონდა ყოველ შემთხვევაში მიქცეული ეს ძალიან მიმზიდველი ფასი. ამათანაც ახლოს არის მაგის მოტივებზეა. ნამდვილად. და პროტეკის გოცანი აი ორ ესეთ ხასხასა ფერში წითელი შავი პირით და რა ქვია მას იასამნისფერი შავი პირით. გოცანი და გოთფაზერი ალბათ იცით ყველამ რომ გოცანი არის ოდნავ მომცრო ზომის, ალუმინი გვაქვს ტარზე, 154 cm პირზე და აი ეს უკვე არის წევრში გამართული სტილეტო. და ხარისხი ანი თანამედროვე. კი ბატონო, აქ ისე რა ქვია, კოტეჯ პრინციპით არ არის, ანუ ნაწილები ყველაფერი ერთ ქარხანაშია გაკეთებული. სტილეტოს მოტივებზე არის და კურცერსაც გაჭრის და რა ვიცი, ანუ ამის ფასი მინდა გავაჟღერო, 619 ლარი ღირს. რა ხა 619 ლარი made in USA ავტომატური დანა მე მგონი კაი ფასი არის. ბევრგან არ ღირს. ანუ ის შეგრძნება არ აქვს რომ რაღაცა ბრენდში ხო overprice ძველი ამდანებზე რა. პროტეგზე საერთოდ ეგრე არის, მე მგონი რომ overprice ძველი ზათი და ძალიან კაი კომპანიაა, ძალიან კაი ფასებით. ხო და მოკლედ შეგიძლიათ უკვე ღია ფერის პროტეკების შეიძინოთ. გადავიდეთ დანამატებზე, ძალიან არ გაგვიგზელდეს. გადავდოთ. მოდი პირველი შემოვიდეთ ჰოლტს. ჰოლტზე რამდენიმე თვიანი ჩავარდნა გქონდა, რამდენიმე თვე არ გქონდა, ჰოლტები ძალიან შეზღუდული რაოდენობით აკეთებენ და დღესაც ვიძახი რომ ხვალე შეიძლება არ იყოს სიტყვაზე, დღესაც მადლობლები ვართ რომ გაძლევენ, იმიტომ რომ სოფლიო მასშტაბით შეიძლება 1-2 დილე რამდენიმე თვიანი გას 3 წელია რუსები ჩალიჩობენ და ჯერ ვერცერთ მაღაზიაში ვერ შეიტანეს ესე პირდაპირ და ახლა რა მოხდა რამდენიმე თვე რო არ იყოს. ხო და მოკლედ ისევ ამაყად წარმოგიდგენთ რომ ჰოლტები დაბრუნდა, ნუ რამდენიმე ერთეული არის ახლა წარმოდგენილი, მაგრამ მინდოდა რომ ვიდეოში მომეხვედრებინა ძალიან კაი დანამატი არის და აი ამ ჩანართით პირველად გვაქვს ესე. ნამდვილად ესეთი ხის ფაქტურის ჩანართი არ ვიცი, ძალიან უხდება. რენეგადიც ჰქონდა 85 და 90 ნომრით, მიხეილ ახალი მოდელი არის, მესამე მოდელი გააკეთეს. ნუ ისინი აღარ არის ახლა ჩვენთან ერთად, მაგრამ ნუ მოკლედ სიახლე არის მაღაზიაში. მოკლედ სუპერ დახვეწილი, სუპერ მაღალი დონის და მომენტი ხშირად ვიზახი ამ ფრაზას, როდესაც შეიძლება ადამიანს თანხა გქონდეს, მაგრამ ნუ ვერ იყიდო რა. აი ეგეთი დონის დანა და ბრენდი არის ხო და კაი ხანი იყო ეგ პერიოდი. კი ბატონო. კაი. შენ? შენ გრიგორით? თუ მე ვიტყვი კიდე და ისე მე ვიტყვი მაშინ. ჩემი სიახლე გამოჩნდა. შენ კიდე არ მოგიტანია ხო არაფერი? არა, მე შენერი წინაზე ხო იბუზღონე დაწყენი იყავი. წამოგეღობე რა. წამომეღო, რა ვიცი, წამომეღო. იგონო კამი მაქვს მიხეილ ახალი კოლექციაში და არასდროს არ მიმიქცევია ყურადღება. ბევრჯერ გამილესავს და რაღაცნაირად ისეთი ყავი ხოლმე რა, აი განსაკუთრებული გზნობა არასდროს გამჩენია, მაგრამ ეს კონკრეტული მაჩუკა, მეგობარმა მაჩუკა და ხისტარზე მოგეწონა მე მგონი არ და მე შეიძლება სხვადასხვა გადახვიდე, მაგრამ აი პირველი იმპულსი ამან მოხდა რა. შეიძლება, ხო, პირველი იმპულსი შეიძლება ძალიან ლამაზი არის, ხელს ასემონვერ და ძალიან მომწონს აი სიმარტივე. სხვანაირი ხიბლი აქვს ამ სიმარტივეს და რისგანაც სიმართლეს ღებულია. ჯერ არა. უნდა გადავლესო. ახალი არის რა და მინდოდა გამეზიარებინა. მოკლედ საინტერესო დანა არის ძალიან და ეგ არის რა ხანდახან შეიძლება წელი დაჭირდეს სანამ რაღაც დანას ნამდვილად ჩაწვდები, სხვა ემოცია გაგიშდება და იგონო კამი სიმართლე გითხრა, ცოტა დანა მაქვს მე. ხო და ერთ-ერთი ეს არავის არ მეტყვით. ერთ-ერთი ეს არის და ნუ ძალიან მომეწონა. აი 30-40 დოლარში ტრიალებ ძირითადად. ასაგებ. მეგობრებო, წინის წინა ვიდეოში ძალიან მაგარ ბრენდზე, benchmade-ზე ვისაუბრეთ და იქ რაღაცა კომენტარებში იყო მომენტები, რომ ბაგაუტიო. მერე? ხო და რავი საწყობში და წინაზე დაგვავიწყდა თუ დამავიწყდა, რა ვიცი და ეხა რო არ დამავიწყნო და ძალიან ისეთი ლამაზი, ეფექტური. მე რომ მიყვარს ისეთ ფერებში, მინი ბაგაუტი. მე მინის და დიდ შორის ამ შემთხვევაში მინი მირჩევნია, იმიტომ რომ მინის შემთხვევაში კიდევ უფრო ხვდები, რომ რა პრინციპით არის ეს დანა გაკეთებული და რა თქვათ, რატოა კაი, ნუ დიდზე ვერ ხვდები რა ვქნა ახლა. ნახე? გავაკეთე. ანუ დიდი არ მოგწონს? არ მომწონს დიდი.
უბრალოდ მე კამათი მეზარება ხოლმე რა მაგ თემაზე რა. ნუ სიმართლე გითხრა, აი ერთ და იგივე გზნობა მაქვს იმაზე, წინაზეც რაზეც ვისაუბრეთ, რომ ბენჩმეიდები მაძლევს იმ ემოციას, რომ ძალიან კარგი ინსტრუმენტები არის, ამ იდეით კეთდება და ამას ემსახურება და რეალურად არის ეგენი. დანარჩენი თუ დავიწყებთ იქ რაღაც ტექნოლოგიურობაზე, ფიჯეტებზე და მსგავსებზე საუბარს, კი, ეგრე არის, მაგრამ ეგრე არ აკეთებენ დანებს. და მე მაგას ძალიან რავი 10000 კაცი რო იძახის რომ ბაგაუტი დავიჯერო ყველას ისმის ეს ბაგაუტი და მე ვერ გავიგე ანუ ჯერ სპეციფიური დანაა ხო ანუ ლაინერი არა აქვს არაფერი არა აქვს ძალიან თხელია მე მგონია რომ ამდანას თუ უგებ კაცი ესე იგი მართლა დანები გესმის კაცო და მის ჭრას ხვდები და მიხარია მე რომ არ მესმის მაგრამ რატომღაც მგონია რომ ვიღაცები მატყუებენ ნუ მე მგონია რომ ბევრი ისიც არის რომ საზღვარგარეთ რომ პოპულარული არის ძალიან ბაგაუტი და იქაც საკითხავი არის კიდე რატო არის ეგრე პოპულარული აქაც ეგრე გადმოდის რომ რახან ეგრე არის ესე იგი ეგრეა რა და ნუ სინამდვილეში ძალიან კაი დანა არის ნამდვილად უბრალოდ ამას თუ მიხვდები იმიტომ რომ მართლა კაი დანა არის ეგ არის კაი და თუ იმიტომ იაზრებ მაგას რომ იზიარებ მაგ ხედვას რომ აი პატარა არ აკეთებს რა ამას რა რასაც დიდი რა და ის დიდი ნერვებს მიშლის რა რო იყონება მაგიტო მე პატარას მივანიჭებ უპირატესობას ძალიან ლამაზი ფერია, შეგიძლიათ მედანეჯიზე შეიძინოთ და მაყოფილი დარჩეთ. მოკლედ ბენჩმეიდი კვლავ ჩვენთან არის. და ისევ მე გავაგრძელებ სანამ გადახვალ. აი თვის სიახლეებში შემეძრო ბევრი წამ მაგრამ მარტო სპაიდერები წამოვიღე და იმედია ამით მიგახვედრებთ რომ ჩემია რა ჩემ მევასებიან რა გავაკეთო საიდან დავიწყოთ ყველაზე ისეთი უჟმური სპაიდერკოტი რომელია არა ორი და ოღონდ სერეიტორი აი ესეთი პარაორი სერეიტორების სიახლეა მაგარი სერეიტორი აქ თან ძალიან რა აი ფურცელს გავჭრე ხან სერეიტორიც მეცადე და მინდა რომ ერთი მას ჩავაყოლო რა აჰა კარგია კარგია რა ცაცაც ჭკავ და გადაიჭერე გასალესაც მომოვიტანთ იგი გასალესაც მომოვიტანთ მაგრამ ეს რავი რამდენი ხანი უნდა რა უნდა აბლაგო რომ ეს დაბლაგდეს ხო მაგრამ იცი რა არის გამოსtildeებით 100-დან 99 ეგრე არც აბლაგობს და არც იყენებს უყვარს რომ აი კარგად ჭრის სუფთა ფუნქციურად თუ შეხედავ კი ძალიან დიდი ხანი უნდა ხერხოს მაგრამ ოდნავ დაკარგვას თუ არა მე უკვე აწუხებს და უნდა თუ ძალიან ბასრი იყოს ხვდები მოკლედ პარაორი არის ისედაც ძალიან გამართული და ძალიან კარგი დანა ვისაც არ უჩერება სამსახურიდან გამომდინარე რაღაცა თოქთან კონდენსატორი მისწრება არის სერეიტორი არ გქონდა ჩვენ ესეთი დანა ასორტიმენტში ბაწარს რემენს თოქს ისე გადახსერავს რომ აი ბატონო და ეხლა თუ გინდა ცოტა ხანი შენი ლაპარაკე მე დაგითხოვ ასპარეს მე კიდე 4 სპაიდერ კომაკ წარსადგენი მოდი მაშინ ცოტა დავაგდოთ აი ის მოიცი ისა ხო და შემოვიყვანოთ არენაზე მაიკროტეკის მარფიონეს ელექტს ვიცილებ უკვე თავში როგორი ავარდნილი მაგ ხედა მოიცილე მეგობრებო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მაიკროტეკის მოდელი არის ეს ფერაური მინი არ ვიცი დიდად ფრონტალურების ფანი არა ვარ მე მაგრამ აი ზომიდან გამომდინარე ისეთი კარგი არის და აი ეს რაღაცნაირად დარბილებული და რაღაცნაირად იდეალური ზომა არის ჩემთვის პირადად ნუ ზოგიერთი ზომი მოწონს აი ეს მინდოდა გამეზიარებინა რომ თან მარფიონეს სელექტი არის ნუ ეს ყველგან ეს ფეხი კლანჭის ლოგოები ამას უხდება მართლა კი ულამაზესი მოდელი არის და ულამაზესი ვერსია არის მარფიონეს სელექტის აი ესეთი დამასკური და ნუ ამასთან ერთად ვიტყვი რომ სულ გვაქვს ხოლმე პრობლემა რომ ცარიელი გვაქვს თაროები მაიკროტეკის ნუ გარკვეული მიზეზების გამო და რაღაცნაირად ალბათ ეს ის შემთხვევა არის ამ თვეში რომ რაღაცნაირად გადავტეხით რა და ცარიელი თარა და მოვაყარეთ და ცარიელი თაროები აღარ არის და ნუ ნუ არავისთვის დასამალი არ არის რომ ნუ მაიკროტეკი არის ყველაზე გაყიდვადი ბრენდი და შესაბამისად არის და ნუ ვერასწრებს ხოლმე ჩამოსვლას რა შემდეგი შეკვეთა მანამდე ამოყიდვა ხდება იმასაც დავამატებ აქვე რა ბევრჯერ მithქვია მაგრამ ხო იცი სანამ 100%-ით დავრწმუნდი ახლა ესე იგი გიოს მაიკროტეკის და კიდე რამოდენიმე ბრენდის შემთხვევაში მაგარის ზამაყოთ აქვს საქმე Blade HQ-ზე და Knife Sense-ზე ადრედებს დანებს. ანუ მეთქი 1-2 ჯერ ვიფიქრე რომ შეიძლება დაემთხო თქო, მაგრამ ეხლა დავაკვირდი და ეგრეა. სურათების პრობლემა მაქვს მე საიტზე შეამჩნევი სურათებს ვერ ვამატებ ხოლმე, იმიტომ რომ ადრე იყო რომ Knife Center-დან ვიპარავდი ხოლმე და ეხლა არის რომ რაღაც მოდელები რო არ არის იქ, მე გადაღებაზე და სურათების მოძიებაზე პრობლემა მაქვს. აქშტო საამაყოთ გვაქვს ეგ მაგ ამბავში საქმე ნამდვილად რა. არის. всё მოვიცილეთ? მოვიცილეთ. გვაქვს მოკლედ მაიკროტეკები გვაქვს. აი ახლა
თქვა თუ ჯერი აო აი ამას ვიტყვი მიდი ვინ არის აი ამას ეკარგია ძალიან ლამაზი ფერია არც მქონდა ესე ლაივში რა ნანახი ეს ფერი რა და არც პაი 27-ზე არ მქონდა მანიქსი ნანახი ჩვენმა გამომწერებმა ბევრმა იციან რომ მანიქსი განსაკუთრებულად მიყვარს ნუ აი ორი გამართული დანაა რა აი ჩამოუწიეთ თავისით იკეცება რა ანუ აი ამის საკისარზეა თუ საყელურზე მეგონა საყელურზე არის ნამდვილად საყელურზე არანაირი საკისარი არ არის მანდ ნუ არ შემეყვანა შენ სტომაში შაიბა უბრალოდ ისი არის გაკეთებული რომ ყველაფერი საათივით უჩავს დასაჭერია ცოტა ახლა დასაჭერი ეგ რავი რა პრობლემაა რა დასაჭერი ძალიან კაი მოდელი არის აი სუბთად ვისაც მართლა ინსტრუმენტი ჭირდება არ ვიცი სპაიდერგო ძალიან მაგარდანებს აკეთებს და ანუ წინა რომელიღაც ვიდეოში ვთქვი ეხაც ვიტყვი როდესაც სპაიდერკოზე ფერები არის განსხვავებული რაღაცას როგორც წესი უკავშირდება რა ანუ სულ არაფერს არ უკავშირდებდეს განსხვავებული ფერი არის ბევრად შეზღუდული რაოდენობით ამიტომ თუ ვინმე საკოლექციო დაიშურებით უნდა მისწრება რა მაგის ხედვა რა კი ან ფოლადს გამოხატავს რაღაცა კონკრეტული ფოლადი არის ან რომელიღაც ექსკლუზივი არის აი სპაი 27-ისთვის არის სავარაუდოდ ეგ გაკეთებული რა ეხა და ავიცი ხა ეს დანა 500 ლარამდე ღირს და აი ძალიან ისეთი ფასია რა 500 ლარი ღირს ჩვეულებრივ CTS BD1-ზე და აქ სპაი 27 ღირს ეგ ფასი ძალიან კარგი არის კარგი ამხელ ყოჩა ჩემი ჯერია შენი ჯერია კაი აი ზანამდე გაგიზიაროთ ვოც მე ვერ გეტავ Magic 2 ქვია მოდელს ვისკერსი მაიკ ალენი ავიმახსოვრე მე ხე მაიკ ალენის და სიმართლე გითხრათ სანამ არ ვნახე ნუ რატომღაც მეგონა რომ ისე მსგავსი გახსნის მექანიზმით იქნებოდა როგორც წინა და სანამ ვიდეო არ ვნახე ბრაკი გვეგონა მე როგორ გამეხსნა და არ ვიცი ალბათ აი არ ვიცი. შენ უკვე როგორ დაგიმუღამებია შეხედე. ამას რამდენი მიწვარეთ, ის არ გამხსენე. ძალიან მაგარი მოდელი არის, რამდენიმე წაიღეს, უბრალოდ ასე ერთი შეხედე ვერ შეამჩნევ თანას და რაღაც რომ მომეწონება ხოლმე ის ვაზიარებ ხოლმე და რომ უფრო ადვილად რო გაიხსნა. კლიპსაც როგორ? აბა როგორ გახსენით ეგან? ანუ აქედან მიჭირავს და ამას რო გადაწევ, ეგრევე იხსნება. ანუ კლიპსაც თიც არა, ხო, მაგას ახმართქო რა. ხო და უგუღმაც კარგად იხსნება რა. აი, წამერ. კადრას მაგჭერით არ და. მე გიშლი ხოლმე შენ ხელს. ოდიშ. ხოდა აქედანაც მაგრად იხსნება უბრალოდ თუ ვერ აუხსნი ადამიანს თავის ალბათ გაუჭირდება ძალიან მე გამიჭირდა მიგნება და ვისაც ანაკორდის ისიც რა კარგად აქვს ჩასმული შეხედა და ამ შემთხვევაშიც აი ეს ხელის აი ამ ნაწილი თუ აწვევი და უკვე ძალიან მარტივად იხსნება დანა სუპერ ორიგინალური გახსნის მეთოდია ჩემი მე პოლიციამ რო იპოვოს ეს დანა შეიძლება ვერ გახსნას და თქვან რომ თქვა არ მუშაობს ხო არ მუშაობს და დაუყოვნებლივ ვერ ახსნი კი ბატონო ისე რამს ისკეპირი აქვს პირი 3.5 ალბათ არა ძალიან კაი დანა არის მე ძალიან მიყვარს პროტეკები რა ერთი შეხედვით რაღაცნაირად სადა მარტივი არაფერი არ აქვს მაგრამ აი მთლიანობაში ისეთი ხასიათის არის და ისეთი ემოციას იწვევს რომ ძალიან სიამოვნებს ხოლმე ადამიანებს პატარა წაუფრეზი რო გარო აქვს რა უკან როგორ ხდება რა ეს თითქოს არაფერი მან ძალიან მაგარი მოდელია ეს მოდელი არ ჩვენ კი იძახი ხოლმე მე მგონია რომ როგორც ვისკერსი გაკრა და 4 წელი აღარ გამოდიოდა რაღაცა მსგავს გააკეთებენ ანუ ეგეთი მეებს ბევრს არ უშვებენ ნუ დიდი ალბათობით არც იქნება ეს ვიდეო რო გამო მაგრამ ერთი წელია დარჩენილი ეს ბოლოდან მინდოდა რომ გამეზიარებინა და მოკლედ ჩვენთან ალბათ არ იქნება მოიკითხეთ მაგრამ სხვაგანაც თუ შევხვდეთ ძალიან საინტერესო მოდელი არის იშვიათი გახსნის მექანიზმით და კარგად გაკეთებული და იმიტომ რომ ინახია მაგდაგვარი გახსნის მექანიზმი მე არა ძალიან ხარისხიანი არის და პროტექსტზე გარეშლება რა კაი ძალიან რო გაგუძელეს გაუშვი მიხეილ გაუშვათ ხო ეხლა მინდა ერთი იდეაში ჩვეულებრივი ნაცნობი მოდელი უბრალოდ ძალიან მომეწონა ამის პირის ფორმა ენდელა ვარნკლიფი და ორი სიტყვა მინდა ვთქვა ენდელაზე რა. ანუ ზოგადად როგორ არის ცნობილი რა, არის ენდურა დიდი ზომის ასე ვთქვათ და არის ნუ დელიკა შედარებით პატარა რა. ენდელა არ გვხვდება იმდენად. არა და მე თუ მკითხავ, დელიკა პატარა. ენდურა დიდია და აი ეს არის აი რასაც ქვია რო ვიძახით რომ სამუშაო ზომა და იდეალურად რო გაჭრას და წვეთმაც რო საქმე გააკეთოს და აი ენდელა არის ფანტასტიკური მაგაზე არ ვიყავ დაყურებული, მაგრამ ენდელა მართლაც შედარებით იშვიათად ხდება. აი ის ენდურა ცოტა რაღაცა რჩება ხოლმე და ხელში კარგად მეჭირავს ეს რა. კაი სიახლეებია შეგენაც მიხეილ. ხო და ძალიან მინდა ეს მართლა გულწრფელად მინდა ურჩიო რომ ანუ ადამიანებს რომელსაც ჭრა გიყვართ აი ეს
პირის ფორმით ეს მოდელი რო შეიძინოთ, ვიჯიათია ხო? თუ სწორედ მახსოვს ამ მოატრიალებ ბატონო გიორგი? კი, ვიჯიათი არის. აი, ნუ არ ძალიან კმაყოფილები იქნებით მერწმუნეთ. კაი, ჩემ პროფესიულასაც ვიტყვი. ერთი კიდე რამე და იმდას მაგრაც მე სიამონა, არ ვიცნობ იმ ბიჭს რომ მოვიდა დანა გასწავლესად და ესო ენდურა რომ მოიტანა, ორიგინალი არისო რა. ხო. ხო და ანუ რისი თქვა მინდა იცი, ანუ იდეაში უკვე მომხმარებლები ბევრად კარგად არჩევენ რომელია ორიგინალი და რომელი არა. ხო? ანუ ვიზუალურად ხო მართლა არა ეგრე განსხვავება რა, იქ თუ მიხვდები ნაუ ხელის იმაზე რა, მასალაზე, შეგრძნებაზე და ჩავიძახი და ზუსტად უპასუხებს არასოდეს მიხე. მაგრამ ნუ მოკლედ მაგ საკითხში ყოველ შემთხვევაში ის სპაიდერკოებში მომხმარებელი ძალიან გაზრდილია რა. კი ბატონო. კაი, გადავდეთ? გადავდეთ. შემჯერია? შენი ჯერია. ხო. კაი, კიდე ერთი სასწაულიდანა. ესეც ძალიან დიდი ხანი არ ქონდა GLG Hawk. Hawk-ის deadlock-ი და Arctic Carbon-ი თუ რა ქვია მაგას. ამას? რაღაცნაირი კარბონია რა. კაი, სახელზე არ მკითხო. მოკლედ, ესეც სიახლე არის, თვის სიახლეებში აუცილებლად უნდა მოგვეხოდრებინა, სულ რამდენიმე ცალი ქონდა ჩამოტანილი და ნუ დაემთხვა ისე რომ ვიდეოს გადაღებისას შეჯერებით გვაქვს, ნუ დაემთხვა პირველი, იმიტომ რომ ხარვეზი ქონა ამას და ამაზეც ვიტყვი მე ხება. კი, მაგარი საინტერესო ამბავი მოყვა მაგ ხარვეზს. ხო, ნუ დანის წაღება უნდათ, არ გავატანეთ, იმიტომ რომ გამოჩნდება კადრში, კარბონი არის პატარაზე გახსნა, შეიძლება ტრანსპორტირებისას გაიხსნა, შეიძლება თქვა თუ რაღაცნაირად მოხდა, მოკლედ და ნუ მივიწერეთ რომ თქვა ესე ხარვეზი აქვს და თქვენ როგორც გადავწყვეტ რეპუტაციის ამბავში მე პირადად ჩემი აზრით, ნუ უნდა ვთქვათ რომ არავითარ შემთხვევაში არ გაყიდოთ, თორემ მე ესეთებს სხვა ბრენდებს დაბალ ფასში ვყიდი ხოლმე თქვა. დავა ხარვეზიანებს დავაკლებ ხოლმე ფასს და ვყიდი ხოლმე. ან მომხმარებას აჩვენებ და თუ უნდა დაიღებ. ხო, რა შედარებით იაფად რა დაიხლა, ისეთი ბრენდი არის ახლა იაფად გაყიდო, იმიტომ რომ ხარვეზი აქვს ნუ რეპუტაციის ამბავი არის და იმათაც რა თქმა უნდა არ აქნა თუ ეგრეო და გამოგიგზავნით თუ კარბონსო და ველოდებოდი კარბონს სიმართლე გითხრათ ძალიან ისე ვიყავი და აი ახლა ვიდეოს ჩაწერამდე 9 საათად სანამ გახსნათ კარგად ანუ კარბონს ველოდებოდით ნაჭერს რა და აი კარბონის ნაჭერს რომ ჩვენი ამოსაჭრელია და დასაფრეზირებელი რომ ნერვიულობთ ფენი და რაღაცა როგორ უნდა გამეკეთებინა და აი მოვიდა აი ვიდეომდე 9 საათი დღე ჩამოვიდა აი ესეთი მთლიანი დეტალი ჩამოვიდა და აი ძალიან მარტივად აი მას ავიღებთ და გადავაყენებთ და ხო რა ვინც არ იცით აი ხა დაახლოებით $1000 ჩამოვიდა ხო და შემდეგზე რო თქვა რომ წინა ის ქონდა ხარვეზი მეორე ნახევარსაც თუ გამოგიგზავნია ერთი კაი რესტორისგან პირით გამოვჭრათ და ეგ არის დანასაც გამოვიყვანთ კი ბატონო კაი მოკლედ GLG Hawk-ი მე არ მგონია სოფლიო მასშტაბით მაღაზიებში ეს ბერგანიდოს მიხედა მაგას თამამად ვიტყვი. ბერგან კი არა, ისე საერთოდ ჩვენთანაც ახლა კაი პერიოდი გვაქვს მაგ მხრივ რომ მეც არ მახსოვს ერთდროულად რომ Holt-ი, Hawk-ი, Grimsmo, იქ რომ მივალთ ბოლოში ჯერ ეგენ ყველა რო გქონოდა და არ ყოფილა. ეხა არის რა. ნუ ნენელა წინ მივიწევთ. მაგარია ძალიან. მოკლედ თვის სიახლე Hawk-ი. კი ბატონო, მე აქ დამრჩა ორი რაღაცა და კაი, სანამ ვიტყვი მაგაზე გადავალ კიდე რომ აი იმ დანებზე მეკითხე მიახშე რატო ღირს თქვა აი ეს ფასი და სხვა დანების შემთხვევაში მიწევს ხოლმე რაღაც სახსნა მიხედე ბრენდია ეს არის ის არის და ამაზე მარტივად ყველაზე მარტივად უხსნე იმიტომ რომ ამაზე უკეთესი აღარ არის ფრონტალური. ხო. ან ტექნოლოგიურად და ყველაფრით ეს არის ამაზე საუკეთესო ფრონტალურია და მაგიტომაც ღირს ასტრონომიული თანხები. კი ბატონო. კაი. ეხლა ასტრონომიიდან მიწაზე დავაშვათ. კაი. და ეს მოდელი საერთოდ არ არის მოდელი, ისა ახალი უბრალოდ, მაგრამ სადაც გინდა იყოს რაღაცა ვერ მოიპოვა თითქოს პოპულარობა თუ სპაიდერკომ არ გამოუშვა ბევრი შემიძლია რატო? რატო ვერ მოიპოვა პოპულარობა მაგ კითხვას მისმევ? მე მგონია რომ უბრალოდ საკმარისი რაოდენობით არ იყო გამოშვება და მაგიტო ვერ მოიპოვა. ეს რო ყოფილიყო იგივენაერად როგორც Tenacious-ი მაგალითად მე დარწმუნებული ვარ რომ მოიპოვებდა. ისე დიდი ხნის მოდელია ეს? ეს არის ერთი 4 წლის მოდელი. შეიძლება? კი. სალი და ერიკი? კი ბატონო და არის კარპენტერის ფოლადი, ანუ ხა რაც არ უნდა ვილაპარაკო ხა 8 ხრომის სიკარგეებზე CTS BD1 ჯობია ბევრად. იგივე საფასო კატეგორია. იგივე რა Tenacious-ია 20 ლარი შეიძლება იყოს. მართლა? კი ბატონო. მას ჩვენიერიდან არის. ანუ 200 ლარის პარკლებში. ოდნავ მეტია რა ეს რა. 250-ის პარკლებში მოდი ესე ვთქვათ რა. ჩვენიერია. ნუ ჩინური ხაზი არის. ხო, მაგრამ აი ლაინერიც რო დააკვირდე რაც უფრო კარგათაა თითქოს გაკეთებული. ბევრი რაღაც ნიუანსებია, რომელიც მომწონს ამ დანაში. ჩვენიერი ფუნქციები მოკლედ, მე გირჩევდით, რომ ანუ Spider-Cos აი ეს Polestar ქვია ამ მოდელს, მიაქციეთ ყურადღება, ჩვენთან იქნება თუ სხვაგან იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, კონდეს ხედველობაში საინტერესო მოდელია.
მიდი მიხეილ შენ მე ერთ კარგი, მოკლედ, მეც ერთი მაქვს და მე დავასრულებ. ესე იგი, ესე ხმამაღლა უნდა ვთქვა, რომ ანუ პირველად საქართველოში არის გაყიდვაში ეს მოდელი, ვიღაცა შეიძლება აკაც კოლექციაში. მე არც შემხვედრია, არც გამილესა, უბრალოდ მეც არ მქონია მე და მაგრად მომეწონა. ეხლა ეს მოდელი გამოვიდა ვითომ 2 წლის წინ, ესე იყო. მაგრამ სინამდვილეში რო გამოვიდა, გააკეთეს რაღაცა, მე მგონი 500 წელი თუ 1000 წელი და გააქრეს. ანუ ერთი წელი ეს აღარ ჩანდა არსად. შარშანდელ შოთ შოუზე მე შვილმა წარადგინა და გამოშვება დაიწყეს 6 თვის წინ. ბოდაშეს ქვია ამ მოდელს. ანუ ბოდაშესის თარგმანი არის ბევრნაირი, მოკლედ და კონკრეტულად არის უნაკლო და ეს რა არის ახლა რა? ეს არის შამანის და ძველი სპაიდერკოს, აი ბობლუმის დიზაინით გაკეთებული სპაიდერკოს რაღაცა ერთობლიობა. შამანის ყველა ნაკლი, რაც შამანს ჰქონდა და მე პირველად ძალიან ეროს მიშლიდა, რომ კომპრესორით რო კეტავდი, თითზე რო ხვდებოდა, სრულად გამოსწორებულია, სისქი არის დაპატარავებული და ანუ შამანი თუ გიყვარს, მე მგონია, რომ ეს ბოდაშესზე თლავენები უნდა გადაიჭრა. გეთანხმები მაგაში მიხეილ, შამანი ჩემთვის ძალიან ბუთხუზადან არის ხოლმე რა. თუ რაღაცა კონკრეტულად არ გჭირდება ეგეთი, მართლა რომ ხელში ეგეთი მაგარი ჭერა კონდეს, ნუ ჩემთვის ცოტა გადამეტებულად ფუნქციური არის, რომ აი ძალიან ისეთი მოეშნირა და ეს აი სითხელიდან გამომდინარე, ფორმიდან გამომდინარე, ძალიან მოიხიბლი ამდანით. საყელურები თუ შაიბები მიყვარს. ძალიან მაგარი მოდელი არის მიშა, მე სიმართლე გითხრა შენ ვარ გეთქვა, ამ მოდელს არ მივაქცევდი ყურადღებას და ძალიან მიხარია რომ მე ძალიან მიხარია რომ ხო გეუბნები რა, ნუ აი თამამად ვიძახი, ბოდაშესი გაყიდვაში არ ყოფილა, ანუ ეს ამდანის ღირებულება არის თუ სწორედ მახსოვს 700 ლარის ფარგლებში, ანუ შამანზე იაფია 100 ლარით მოკლედ რა, იქ მახსოვს კარგად და ავიცი, ესეც არ ამგონია რომ დიდი ხანი გაჭირდეს, მაგრამ გვექნება დარწმუნებული ვარ რა. ძალიან მაგარი მოდელია. კაი დავამთავროთ? დავამთავროთ. კაი, მაშინ შემოვიყვანოთ. ბიძაკაცი შემოიყვანე და დავამთავროთ. მოძ მეც მათქმევინე მე 1-2 სიტყვა მარტო შენ არის. მიდი შენ თქვი მე დანას გავხსნი უბრალოდ და Rocksteady მეგობრებო, Rocksteady პირველად არის რომ მაღაზიაში სტენდებს დევს. პირველი ჩამოსვლა იყო რომ სტენდზე ვერ დავდეთ. ვერ დავდეთ, ვიდეო ვერ გადავიღეთ. მინდა კატებია სტენდზე. ხო და ნუ სიახლე თქვა ერთხელ ორჯერ სამჯერ და მე ნუ გამოაისერო თქვა სტენდზე დავდეთ. და ხო, მაგრამ ეხლა ჩვენ ცოტა ისე ვიქცევით რა. მოდი იქ ვიდეოში კი აჩვენებ, მაგრამ ერთი დასაკეთიც გამოიღერდა იზარო რა. ერთი დასაკეთიც? ნებისმიერი რა, რომ ფიქსი და დასაკეთე დავდოთ. კადრში მოახოთებ რომ დამონტაჟებთ ხოლმე და ეხლა გავხსნათ. ფიქსი მინდოდა გამიზერებინა. ესეთი ულამაზესი ფიქსი ძალიან იშვიათი არის, ესე ვიტყვი რომ ნუსხებს. თან ეს ფუნქციური ფიქსი არის, მიუხედავად ისა რომ ძვირად ღირებულია. თავს თუფლებას მიცემ რომ ეს გამოიყენო, ხო, სასწაულად ფუნქციური და იდეალური არის და ბოლსტერი მომწონს მაგას. აიმე, მიშა. ეხლა მეც ვიტყვი თამამად რომ არ მეგულება მაღაზია რომ ესე ერთ სივრცეში არ არის რა. Rocksteady, Hockey, Grimsmo, Holt-ი და სხვა კიდე მრავალი აღარ 200 წალ მაიკროტექსზე არაფერს არ ეძახე უკვე. კი ბატონო, ეს ერთად იყოს თავმოყრილი და მოკლედ რა ხდება ახლა? ანუ სრულიად ფუნქციური, ანუ ზომიდან გამომდინარე იდეალური სანადირო ზომა, რასაც ქვია, პარამეტრებით სანადიროში ჯდება ძალიან მაგრად, full ტანგია, ZDP 199-ის full ტანგი და 67 როკველზე არის ნაწრთობი. პირის დამუშავებას კი ხედავთ როგორიც არის, გიოსკი ვკითხეთ წეგან რომ ანუ 600 გრიტიდან იწყებენ ამის დამუშავებას 2000-ის ჩათვლით და მე კიდე 1000 უბედურებას პასტებს და რაღაცებს. რამდენი დრო ჭირდება და აი პირობითად 1000 გრიტზე რო ახვა და ერთი ნაკაწრი რო გაჩნდეს უკან უნდა დაბრუნდე. კი ბატონო. ნუ საოცრებებს აკეთებ. ზუსტად არ ვიცი მე ესეთი კაი მირორი სიმართლე გითხრა, ნუ არ მეგულება და მით უმეტეს კიდე, ნუ არ ვიცი, სერიულია რა, გინა არ გინა სერიულად აკეთებ. სემი კასტომარი, მაგრამ კასტომარი რა, აი აროჩი რა, იმენე ბოლსტერში, სადაც ყველაზე მეტად აქვს ზოგადად პრობლემის დანახვა შესაძლებელი. ძალიან მაგრები არიან. რა, ძალიან მაგრები არიან და არ ვიცი, რიცო. კაი. და ესენი სერიულები აწერია და ეს კონკრეტული იქნება 453, ხო? კი ბატონო, ყველა Rocksteady-ს აქვს თავისი სერიული ნომერი. 453. Rocksteady-ის გადალესვა შეგიძლიათ უფასოდ Rocksteady-ში, უბრალოდ უნდა გააგზავნოთ. ისე მაინტერესებს იმათი გალესილი რას ლესავენ და როგორ ლესავენ სიმართლე გითხრა.
ხო, საინტერესოა. საინტერესოა, რომ ნახავდი იმად გალესილს. საინტერესოა, მაგრამ ნუ პრინციპში თბილისში უფრო იაფი დაждდება. გაგზავნა გამოგზავნა. კი ბატონო. კეთილი მეგობრებო, გავედით ბოლოში. გავედით ბოლოში, მოკლედ სასწაულის სიახლეები. გვიჭირს, ანუ ყოველგვარი იმ ტრაბახის და იმის გარეშე, ანუ ასორტიმენტის ამორჩევა ხარ, ბევრია რა ეს სიახლეები. მე მაგალითად აი ავდექი და ვირულად მარტო სპაიდერკოები დავდე არა და იყო და. რა ვიცი, გამოიწერეთ არხი, რაც თავარია მეგობრებო, იაქტიურეთ კომენტარებში და რა ვიცი, გავაგზავნებთ ბევრს და ბევრს გავაკეთებთ კიდე ამ სფეროს. ალბათ ყურადღებისთვის. კარგად. კარგად.